მოგესალმებით, შაბათ საღამოს 9 საათზე პირველ არხზე თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. 20 წელი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ისტორიული კონტექსტი და სტრატეგიული პერსპექტივები, ასე ქვია კონფერენციას, რომელიც საქართველოში ტარდება. თბილისის ცნობილი დისიდენტები, პოლიტიკური მოღვაწეები, საბჭოთა წარსულის კვლევრები, ანალიტიკოსები სტუმრობენ. ზუსტად 20 წლის წინ 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა. მაგრამ დოკუმენტზე გაფორმებული რეალობა სულაც არ იყო ასე ადვილად დასაძლევი. უფრო მეტიც, საბჭოთა წარსული ბოლომდე არც დღესაა დაძლეული. ყველაზე დიდი სირთულე ის იყო, რომ ტრანსფორმაცია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან ასპექტს შეეხო. პოლიტიკურთან ერთად ეკონომიკური სისტემის ცვლილებაც ხდებოდა. ამას ბევრი სხვა სირთულეც დაემატა. მაინც რატომ მოხდა, რომ მაგალითად ბალტიის სახელმწიფოებში ჩვენზე გაცილებით წინ წავიდნენ, საქართველო კი კონფლიქტებსა და ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა. ამ ყველაფერზე დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ჩვენს რეპორტაჟებსა და ჩვენს სტუმრებთან. თავდაპირველად გთავაზობთ რეპორტაჟს, რომელშიც ჩვენი რესპონდენტები ისტორიულ პოლიტიკურ ასპექტს განმარტავენ. საბჭოთა კავშირის შექმნისთანავე განწირული იყო დასანგრევად. ამაზე თითქმის ყველა თანხმდება. ხელოვნურად შეკოწიწებული ერთობა, რომელიც ტოტალიტარიზმის წესებით იმართებოდა. თავდაპირველად ის 12 ეგრეთ წოდებულ მოძმე რესპუბლიკას აერთიანებდა. 1940 წელს ბალტიისპირეთის ოკუპაციის შემდეგ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა, რომელსაც ბირთვული იარაღიც ჰქონდა და საკმარისი ეკონომიკური სიძლიერეც. კრიზისი 80-იანი წლებიდან უკვე თვალსაჩინო გახდა. ნელ-ნელა გაუფასურდა იდეა კომუნიზმის შესახებ, საბჭოთა ადამიანს უკვე ნაკლებად ჯეროდა ნათელი მომავლის. იმპერიის ღრვევის პროცესი განსაკუთრებით გაძლიერდა 1985 წლიდან, როდესაც მაშინდელმა ცეკას გენერალურმა მდივანმა მიხეილ გორბაჩოვმა ეგრეთ წოდებული გარდაქმნა გამოაცხადა. საბჭოთა კავშირი დაინგრა იმიტომ, რომ გორბაჩოვმა მოინდომა მისი დემოკრატიზაცია. ანუ მოინდომა კომუნიზმისთვის ადამიანური სახის მიცემა და ეს იყო მგლის თავზე სახარების კითხვის მცდელობა. გორბაჩოვი აღმოჩნდა გულუბრყვილო პოლიტიკოსი, საკმაოდ გულუბრყვილო ჩანდა ჩვენი გამოცდილი პოლიტიკური მეელაც შევარდნაძეც, იმიტომ რომ მათ მართლა ეგონათ, რომ საბჭოთა კავშირი გაძლევს მას შემდეგ, რაც მოუყვებიან ადამიანს სიმართლეს, მაგალითად იმ სისასტიკეზე, რაზეც იყო ეს ქვეყანა აშენებული. ეს ხრუშოვი ამ შეცდომას უშვებდა, ის ფიქრობდა, რომ სტალინზე სიმართლეს იტყვის და თვითონ წმინდანი დარჩება, რაც არის ძალიან არასწორი. ხრუშოვის მაგვარად გორბაჩოვმა თქვა თუ არა სიმართლე, იმ წუთას მოუწია თვითონაც სისასტიკის ჩადენა. გარდაქმნა, რომელიც გულისხმობდა, რომ ინფორმაცია უნდა ყოფილიყო გახსნილი, ფაქტობრივად ამის მერე 4 წელიწადში დაინგრა. და ესეც გარდაქმნაც მოამზადა იმან, რომ უკვე დაიწყებოდა ახალი ინფორმაციის შემოდინება. ანუ ეს იყო სამყარო, რომელიც იდგა შიშზე და იდგა არცოდნაზე. როგორც კი გაჩნდა ცოდნა, როგორც კი გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდებოდა წარსულში, ამან ფაქტობრივად დაანგრია საბჭოთა კავშირი. ეგრეთ წოდებული გარდაქმნა ითვალისწინებდა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების კურსს, რომელიც პარტიას უნდა გაეტარებინა ქვეყანაში. მათ შორის იყო საჯაროობა და ცენზურის შემსუბუქება პრესაზე. რეფორმები, როგორც აღმოჩნდა, უკვე დაგვიანებული იყო. საბჭოთა კავშირის საკუთარი ლოგიკური დასასრულისკენ მიდიოდა. Стало понятно, что дело не в экономике. ერთხელაც გახდა ცნობილი, რომ საქმე მხოლოდ ეკონომიკაში არ იყო. გაჭირვება რა თქმა უნდა არსებობდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს ხალხი უფრო ღარიბულად ცხოვრობდა. მაგრამ მაშინ იყო რაღაც იდეა, რაც აძლიერებდა ადამიანებს. ამიტომ საბჭოთა კავშირის დანგრევის მთავარი მიზეზი იყო იდეის კრახი. იმ იდეის, რომელსაც თუნდაც მცირედით შეეძლო გაემართლებინა ადამიანის ასეთ დამცირებულ მდგომარეობაში ყოფნა. გარდაქმნამ გორბაჩოვის ხელისუფლებას ის შედეგი არ მოუტანა, რასაც ელოდა, რაც უფრო მეტი ინფორმაცია ხდებოდა ხელმისაწვდომი, ადამიანებს კიდევ უფრო მეტის გაგება სურდათ. ნელ-ნელა ცხადი ხდებოდა, რომ კომუნისტურ წყობას მომავალი არ ჰქონდა. როდესაც იმ ფაქტორებზე საუბრობენ, რამაც საბჭოთა კავშირი დაანგრია, ერთ-ერთი პირველია ეკონომიკა. სახელმწიფო მილიარდებს ხარჯავდა შეიარაღებაზე, პირველადი მოხმარების პროდუქტები კი მთელ ქვეყანაში მხოლოდ ტალონებით გაიცემოდა. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საერთაშორისო ზეწოლა. 1979 წელს ავღანეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის წამყვანი ქვეყნები უკვე ღიად დაუპირისპირდნენ საბჭოთა კავშირს. კრემლი მილიარდებს ხარჯავდა ავღანეთში, სანსოდ კი მხოლოდ კრიტიკას იღებდა. ასევე დიდი პრობლემა იყო ცოცხალის ძალის სულ უფრო მზარდი დანაკარგი. საბოლოოდ საბჭოთა კავშირს ავღანეთიდან გამოსვლა მოუხდა. ეს 1989 წელს მოხდა.
80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირის დაშლამდე რღვევა ეგრეთ წოდებულ სოციალისტურ ბანაკშიც დაიწყო. აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში დაიწყო მასობრივი გამოსვლები კომუნისტური რეჟიმების წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირი ნელ-ნელა ბოლო მოკავშირეებსაც კარგავდა. ყველაზე სერიოზული დარტყმა კრემლის პოლიტიკას მაინც ბერლინის კედლის დანგრევა მიაყენა. ხელოვნურად გაყოფილმა გერმანიამ გაერთიანებისთვის ბრძოლა დაიწყო. პროცესს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მხარს საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უჭერდნენ. ამ ქვეყნების სათავეებში კი იმ დროისთვის ისეთი ძლიერი ლიდერები აღმოჩნდნენ, როგორებიც რონალდ რეიგანი, მარგარეტ ტეტჩერი და ფრანსუა მიტერანი იყვნენ. We hear much from Moscow about a new policy of reform and openness. ჩვენ დღეს გვესმის მოსკოვიდან, რომ ისინი ატარებენ გარკვეულ რეფორმებს, რომელიც უფრო მეტ თავისუფლებას ითვალისწინებს. მათ გაათავისუფლეს რამდენიმე პოლიტპატიმარიც. იმედია ეს საბჭოეთში რეალურად ახალი დროების დასაწყისი იქნება და არ დარჩება მხოლოდ სიტყვებად. ჩვენ მივესალმებით ცვლილებებს და საჯაროობას. ჯერა რომ თავისუფლება და უსაფრთხოება ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. ადამიანის თავისუფლება მსოფლიო მშვიდობას მხოლოდ გააძლიერებს. საბჭოელებს დღეს შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც ნამდვილად ხელს შეუწყობს საყოველთაო თავისუფლებასა და კეთილდღეობას. გენერალურ მდივანო გორბაჩოვ, თუ თქვენ ეძებთ მშვიდობას, ლიბერალიზაციას, საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებას, მუბრძანდით ამ ჭიშკართან და გაარეთ ის. მისტერ გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი. კრემლმა ზეწოლას ვერ გაუძლო ბერლინის კედელი დაინგრა, გერმანია გაერთიანდა. ანტიკომუნისტური ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობები დაიწყო საბჭოთა რესპუბლიკებშიც, მუხტი განსაკუთრებით ძლიერი იყო საქართველოში და ბალტიის ქვეყნებში. კრემლმა წინააღმდეგობის სისხლში ჩახშობა სცადა, ჯერ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი აქცია. შემდეგ უკვე 1991 წლის იანვარში ჯარი შეიყვანეს ვილნიუსში, რასაც დაპირისპირება და მსხვერპლი მოჰყვა. 1990 წლის 20 იანვარს საბჭოთა არმიის ქვედანაყოფებმა პირდაპირ იერიში მიიტანეს ბაქოზე, რასაც ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. საბჭოთა კავშირი სანამ იყო შეკრული სისხლით და מחვილით, იყო ერთიანი. როგორც კი ელიტა კაპუჩდა, ელიტა დალპა, უკვე სისხლი აღარ იკრებოდა იმდენად, შიში იყო, მაგრამ ისეთი უკვე მოირღვა ეს საზღვრები ეთნიკური და ფაქტობრივად ნაციონალიზმმა დაყოფა ასევე. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანი იყო. ეს ხელოვნური კონსტრუქცია დაარღვია ეკონომიკამ, პოლიტიკამ და პირველ ყოვლისა ნაციონალიზმმა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეს იყო ნაციონალური საკითხი, რომელიც ბოლშევიკურმა იმპერიამ რუსეთის იმპერიისგან მემკვიდრეობით მიიღო პრაქტიკულად ნაციონალური საკითხის მოუგვარებლობა. მე ახლა მახსენდება გორბაჩოვის გამონათქვამი, როცა გორბაჩოვმა თქვა, რომ მისთვის ნაციონალური საკითხის დაყენება გარდაქმნის პირობებში სრულებით მოულოდნელი აღმოჩნდა და ის არ ელოდა, რომ აი ამ გარდაქმნას მოყვებოდა სწორედ ნაციონალური საკითხის წინ წამოწევა. კომუნისტებს ეგონათ, რომ ნაციონალური საკითხი საბჭოთა კავშირში გადაწყვეტილია და ზოგიერთი პატარა შეკეთება შელამაზებით შეიძლება გადაერჩინათ ეს იმპერია. მიუხედავად კრემლის მხრიდან წინააღმდეგობისა, მოსკოვში უკვე ხვდებოდნენ, რომ საბჭოთა კავშირის შესანარჩუნებლად გაცილებით დიდი სისხლისღვრის მოწყობა დასჭირდებოდათ. ამისთვის კი ქვეყნის ხელმძღვანელობა მზად არ იყო. კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი და ერთ-ერთი პირველი საბჭოთა დისიდენტი ვლადიმერ ბუკოვსკი იხსენებს, რომ სისხლისღვრის წინაპირობა 1991 წელს მოსკოვში მომხდარი ეგრეთ წოდებული გეკა-ჩეპეს პუტჩი შეიძლება გამხდარიყო. Так называемый путч августа 91 года. ეგრეთ წოდებული გეკა-ჩეპეს პუტჩი ისე რომ ჩატარებულიყო, როგორც ეს გორბაჩოვს სურდა, მაშინ მართლაც დიდი სისხლისღვრა დაიწყებოდა, თუმცა ხალხმა იგრძნო, რომ ეს აღარ იყო საჭირო. არ ჯარს მოუნდა და არც უშიშროებას, რომ ხელი გაესვარათ. 91 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირი რომ არ დანგრეულიყო, სისხლისღვრა გარდაუვალი იქნებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლა ყველაზე მეტად მაინც 1991 წელს აგვისტოს პუტჩმა დააჩქარა. 19 აგვისტოს პოლიტბიუროზე 8 წევრმა ვიცე-პრეზიდენტ იანაევის ხელმძღვანელობით შექმნა საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტი, ეგრეთ წოდებული გეკა-ჩეპე და ყირიმში დასასვენებლად მყოფი საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის გორბაჩოვის თანამდებობიდან გადაყენებას სცადა. მოსკოვში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს, თუმცა პუტჩი ხანმოკლე გამოდგა. ჯარს შეუიარაღებელი მოსკოველები დაუპირისპირდნენ. მასობრივ გამოსვლას ბორის ელცინი ხელმძღვანელობდა. 22 აგვისტოს გადატრიალება ორგანიზატორების დაპატიმრებით დასრულდა. ამის შემდეგ საბჭოთა კავშირი მალევე დაიშალა. ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი ბოლშევიკურ რევოლუციას ანთროპოლოგიურ კატასტროფას უწოდებდა და ძალიან საინტერესოდ ხსნიდა რასთან იყო ეს დაკავშირებული, მაგრამ მთავარი პრობლემა, რის გამოც საბჭოთა კავშირი დაინგრა, გახდათ ის, რომ კომუნისტებს ჰქონდათ ადამიანის
ისეთი განსაზღვრება და გაგება, რომლის თანახმადაც ყველა ადამიანი ხედავს ერთსა და იმავე სიზმარს და აქვს ერთ და იგივე ოცნება. კერძოდ ეს ოცნება გახლავთ უკლასო საზოგადოება და მთავარი ესე იგი სოციალური თანასწორობა და ასე შემდეგ და ამ ოცნების თანახმად კომუნისტები ფიქრობდნენ ქვეყანაზე სამოთხე უნდა აეშენებინათ, მაგრამ როგორც ისტორია ამას ადასტურებს, ადამიანები განსხვავებულ სიზმრებს და განსხვავებულ ოცნებებს ხედავენ და განსხვავებული მიზნები აქვთ. ოფიციალურად საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დაშლას ხელი 1991 წლის დეკემბერში მოეწერა ბელორუსში, ბელოვეჟის წევრში, სადაც რუსეთმა, უკრაინამ და ბელორუსმა გააუქმეს საკავშირო ხელშეკრულება და ხელი მოაწერეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნას. ისტორიაში ყველა იმპერია დაინგრა. იმპერია, რომელიც არ ინგრევა, არ არსებობს. ასეთი რამ არ არის ისტორიაში. ამიტომ საბჭოთა კავშირი, რომელიც იყო ხალხების ციხე, დაინგრეოდა და გეოპოლიტიკური ტრაგედია შეიძლება არის ერთი ქვეყნისთვის. შეიძლება, რასაც პუტინი ამბობს, ეს მართლა ეხებოდეს ცალკეულ რუს ადამიანებს, რომელსაც განიცადეს ეს როგორც მისი კუთვნილი მთელის ნგრევა. ჩვენთვის გეოპოლიტიკური ტრაგედია კი არა, ერთადერთი ნათელი წერტილი იყო წინა საუკუნეში. უნდა გითხრათ, რომ ჩვენ დიდი ხანია არაფერი სიხარული არ გვინახავს. მე მაგალითად ცხოვრებაში ნანახი მაქვს ერთი სიხარული მარტო, რომ ჩემი ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა. მე ვთვლი, რომ ის რაც მოხდა, იყო ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. თუ გადავხედავთ, თქვათ, ქართველი კაცის საქართველოს მაცხოვრებლის პოზიციებიდან, ზოგიერთი მისტირის იმ დროს, ალბათ თავის ახალგაზრდობას მისტირის უფრო, მაგრამ რა თქმა უნდა დადებითი მოვლენა, რა თქმა უნდა დადებითი. საბჭოთა კავშირი არ შეიძლებოდა ყოფილიყო კარგი, არ შეიძლება ყოფილიყო მისი დაშლა უარყოფითი, იმიტომ რომ ეს იყო ძალადობაზე დამყარებული სახელმწიფო, ხელოვნური კონსტრუქცია იყო და ძალიან ბევრი ხალხი შეიწირა ამ საშინელებმა ექსპერიმენტმა სოციალისტურმა. ბოროტების იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისი ყოფილი რესპუბლიკების წინაშე მთავარი გამოწვევა დადგა. მათ დამოუკიდებლად არსებობა უნდა დაეწყოთ. ბალტიის ქვეყნები და დანარჩენი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები პირობითად ასე შეგვიძლია გავყოთ ქვეყნები საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მაგრამ განვითარების თვალსაზრისით ეს დაყოფა სულაც არ გამოდის პირობითი. რატომ აღმოჩნდა ლიტვა, ლატვია და ესტონეთი გაცილებით წინ, ვიდრე ყველა სხვა ახალი სახელმწიფო? რისთვის აღმოჩნდა მზად ბალტიის ქვეყნები და რა განაპირობებდა წარმატებას? რას ნიშნავდა და რატომ გაამართლა ბალტიის გზა? 1990 წლის 11 მარტს ლიტვის ახალმა ლიდერებმა ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ლიტვას ლატვია და ესტონეთი მიყვნენ. თავისთავად ეს ფაქტი მოსკოვს ურეაქციოდ არ დაუტოვებია, თუმცა თავდაპირველად გორბაჩოვი მხოლოდ ემოციური განცხადებით შემოიფარგლა და ბალტიელთა გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა. Никуда вы не денетесь, никуда вы не уйдете. Вы цивилизованный народ. Это что, дикари могут что-то там, понимаете, истребители что-то. Вы не уйдете. Совесть вам в конце концов не позволит. ცივილიზებული ერი ბალტიელებს თავად გორბაჩოვმა უწოდა. გორბაჩოვის განცხადებას მალე კრემლის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯებიც მოყვა. საბჭოთა სპეცნაწილები ვილნიუსში შევიდნენ. შეტაკებას 13 ადამიანი ემსხვერპლა. რიგაში კი თავისუფლებისთვის მებრძოლი 4 დემონსტრანტი დაიღუპა. ბალტიისპირელების ქმედებებმა არა მარტო ეს ქმედებები არა მარტო ინფოსავით იყო მნიშვნელოვანი, რომ მათ ასე ვთქვათ განაპირობეს ამ ქვეყნების წარმატება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არამედ რომ მათ სწორედ შეარყიეს საბჭოთა კავშირის საფუძვლები და მაგალითი აჩვენეს სხვებს. საპროტესტო აქციებმა საბოლოოდ შედეგი გამოიღო და 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლა ოფიციალურად გამოცხადდა. 20 წლის შემდეგ საუბარი იმ პერიოდში განვითარებულ პროცესებზე კვლავ გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების მიზანი იყო ერთი თავი დაეღწიათ ბოროტების იმპერიისგან, გათავისუფლების შემდეგ დამოუკიდებლობისთვის მზადყოფნა ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირი აღმოჩნდა. ქართულ ეროვნულ მოძრაობაშიც იყო პირობითად ორი მაინც თქვათ ასე ნარატივი, დისკურსი, რომლის შიგნითაც ხდებოდა გააზრება იმისა, საით უნდა წასულიყო საქართველო. ერთ შეგვიძლია დავარქვათ უფრო ჰუმანიტარული, რომელშიც ძირითადად ფილოლოგები, თქვათ, ზედ გამსახურდი ეს გარშემო არსებული ადამიანები,
გარშემო შემოკრებილი ადამიანი და მეორე მხრივ არსებობდა ძალიან მცირე ჯგუფი, მაგრამ რომელიც შემეცდი იყო ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ჯგუფი ჩვენი საზოგადოებისა. ეს იყო ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილის გარშემო არსებული წრე ინტელექტუალებისა და იმ ახალგაზრდა სტუდენტებისა, რომლებიც მის ლექციებს ესწრებოდა. თქვათ ამ მეორე წრეში ხდებოდა უფრო თქვათ რაციონალური არგუმენტების, რაციონალური თქვათ ასე პროექტების განხილვა, როგორი შეიძლება ყოფილიყო საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მეორე ჯგუფი ძირითადად მაინც უფრო იყო ემოციების ტყვეობაში. ბალტიისპირელები აგებდნენ თავის სტრატეგიას რაციონალობიდან გამომდინარე. მათ ერთის მხრივ სრულიად ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი რა უნდათ და ეს საბოლოო ჯამში იყო დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, მაგრამ მათ ამავე დროს შეეძლოთ რაციონალურად შეეფასებინათ ის თუ რა იყო შესაძლებელი იმ მომენტში. საქართველოში სამწუხაროდ ორიენტაცია იყო უფრო, ასე ვთქვათ, ემოციურ თვითგამოხატვაზე, პათეტიკურ ლოზუნგების წამოჭრაზე და არ ფაქტურად განსხვავება არ კეთდებოდა საბოლოო მიზანსა და საშუალებებს შორის. ითქვა რომ აი იმპერია არის ცუდი, ჩვენ გვინდა დამოუკიდებლობა, მაგრამ უარყოფითად იყო შეფასებული ნებისმიერი, ასე ვთქვათ, რაციონალური გააზრება იმ გზისა, რითაც შეგიძლია წახვიდე და დამოუკიდებლობისაკენ. საქართველოსგან განსხვავებით ბალტიის სამივე რესპუბლიკას დამოუკიდებლობის 20 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. ბალტიის ქვეყნები ყოველდღე უფრო ცოტა ხანს იყვნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, ვიდრე სხვა ქვეყნები, ანუ მათ ჰქონდათ ესეთი კოლექტიური მახსოვრობა არასაბჭოთა ყოფნის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათ მიეცათ საშუალება, რომ 1918 წლიდან 39 წლამდე 21 წლის განმავლობაში განევითარებინათ თავიანთი სახელმწიფო, ჩამოეყალიბებინათ სახელმწიფო ინსტიტუტები. და ქონოდათ ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრება თავიანთ ქვეყნებში და სწორედ ამან ვფიქრობ გადამწყვეტი როლი თამაშია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი თამაშია იმაში, რომ მათ ეს ტრადიცია ქონდათ შენარჩუნებული. ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთისგან განსხვავებით, დასავლეთისთვის საქართველო კვლავ რჩებოდა ისეთ ქვეყნად, სადაც სახელმწიფოებრივი განვითარება ჯერ კიდევ ეჭქვეშ იყო. ბალტიისპირელები ჯერ კიდევ ლაპარაკობდნენ იმ ენაზე, რომელიც იმდროინდელ ევროპას და ამერიკის შეერთებულ შტატებს ესმოდა. ახლა თქვენ ისიც იცით, რომ ერთ-ერთი ბალტიის ქვეყნის პრეზიდენტი საერთოდ ის გახდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე გახდა. ამიტომ მათი ენა უფრო გასაგები იყო და მათთან უფრო ადვილად შედიოდნენ, ეს ერთი. მაგრამ და რაც შეეხება თვითონ საქართველოს და ევროპის კავშირის არ ქონას იმ პერიოდში და დაუშვათ ეს ბოლოს რაღაცა ბოლო წლებია ხო რომ საქართველოს ევროპამ დაუწყო ევროპის პოლიტიკოსებმა დაუწყო საქართველოს ყურება როგორც მეზობელს იმიტომ აქამდე მანამდე ეს არ იყო ახმული რუსეთი ძალიან და საბჭოთა კავშირის შესაბამისად ძალიან დიდხანს მუშაობდა იმაზე რომ ყოველგვარი კავშირი ევროპასა და საქართველოს შორის გაწყვეტილიყო ანუ საქართველოს არ ყოფილიყო ევროპის არათუ ნაწილი, არამედ საერთოდ არანაირი კავშირი ქონდა და ის რუსეთის საბჭოთა კავშირის შესაბამისი ინსტიტუტები ძალიან მიზანმიმართულად ცდილობდნენ ამ კავშირის არა მარტო არტეფაქტების გაქრობას, არამედ საერთოდ ამისი თავებიდან გაქრობასაც კი. ასე რომ სულ არ არის გასაკვირი ის დამოუკიდებულება რაც აი საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე წარმოიშვა საქართველოს მიმართ ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. რა თქმა უნდა, რუსეთის დამოუკიდებულება ამ სხვადასხვა ქვეყნებისგან იყო განსხვავებული. ესტონეთი, ლატვია, ლიტვა ძალიან პატარა ქვეყნები არიან. რა თქმა უნდა, ძლიერი ქვეყნები სულაც არ არიან. გარკვეული აზრით, ლატვია, ესტონეთი უარეს მდგომარეობაში იყო, იმიტომ ლატვიაში თითქმის ნახევარი მოსახლეობისა რუსი იყო უბრალოდ ეროვნებით, ესტონეთში 40%, მაგრამ რუსები თვითონ ამ ქვეყნებს მაინც მიიჩნევდნენ კულტურულად ევროპის ნაწილად და გარკვეულად ქვევიდან უყურებდნენ კულტურული თვალსაზრისით. ამიტომ თუმცა მათ რა თქმა უნდა არ უხაროდათ რომ ეს ქვეყნები დამოუკიდებლობას ცდილობენ, მაგრამ რაღაც გულის სიღრმეში ბუნებრივად მიაჩნდათ მათი ასეთი სურვილი და ბუნებრივად მიაჩნდათ, რომ ისინი მაინც კულტურულად უფრო ევროპის ნაწილი არიან, ვიდრე რუსეთის ნაწილი. საქართველოს მიმართ, ან უკრაინის მიმართ დამოუკიდებლობა იყო განსხვავებული. უკრაინა საერთოდ არ მიაჩნდა ცალკე ერად და
სასაცილო იყო მათთვის წარმოუდგენა რომ უკრაინა ეს ცალკე სახელმწიფოა და ახლაც უჭირთ ამის გადატანა და საქართველოსაც სერიოზულად არ იღებდნენ, ვერ იღებდნენ, მე მგონი ჩემი აზრით, აი სულ ბოლო წლებამდე საქართველოს როგორც სახელმწიფოს ისინი სერიოზულად ვერ იღებდნენ. Ну, თuliდნენ რომ ქართველები შეიძლება კარგი მზარეულები არიან, კარგი მოცეკვავეები არიან, კარგი ფეხბურთელები არიან და ასე შემდეგ, მაგრამ იმაზე ფიქრი რომ საქართველოს შეიძლება დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს, აი თუნდაც ყველაზე ლიბერალურად განწყობილი რუსებისთვის ეს იყო წარმოუდგენელი. ამიტომ საქართველოს ასე ვთქვათ მიდრეკილება დამოუკიდებლობისადმი ეს იყო რაღაც ერთგვარი კაპრიზი, რომელიც მათი იმედით საქართველოს მალე გაუვლიდა. საქართველოში 90-იანი წლებიდან დაიწყო არეულობა და განუკითხაობა. ამას მოყვა შეიარაღებული დაპირისპირება თბილისში, კონფლიქტები ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. ჩემს შესავალ სიტყვაში ერთხელ უკვე ვახსენე ეკონომიკური ტრანსფორმაცია. ეს პროცესი არანაკლებ ტკივნეული აღმოჩნდა, თუ უფრო მეტად არა ვიდრე პოლიტიკური ცვლილებები. რას წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის ეკონომიკა და რატომ აღმოჩნდა ასეთი რთული ეკონომიკური ტრანსფორმაცია? ჩვენი მომდევნო რეპორტაჟი. საბჭოთა ეკონომიკის მუშაობის ისტორიულ დინამიკას თუ გადავხედავთ, შევძლებთ იმის დანახვას, რატომ გამოიწვია ეკონომიკურმა კრიზისმა საბჭოთა კავშირის დაშლა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეკონომიკური წარუმატებლობის ის იყო, რომ არასდროს მომხდარა გატარებული რეფორმების მარცხის გააზრება. შესაბამისად, საბჭოთა იმპერიის იდეოლოგიის გამო ძირეული ეკონომიკური ცვლილებების განხორციელება ვერ მოხერხდა ვერც ერთ ეტაპზე. საბჭოთა ეკონომიკა წარმოადგენდა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შეიძლება ითქვას საინტერესო მოვლენას, რომელიც პრაქტიკულად მთელი მისი განვითარების მანძილზე დაფუძნებული იყო რეპრესიულ ადმინისტრაციულ ზემოქმედებაზე და თავისი არსით იგი ტრაგიკულ, ასე ვთქვათ, მოვლენას წარმოადგენდა. ამგვარად შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა ეკონომიკური სისტემის განვითარების მოდელი ჩანასახშივე განიცდიდა სისტემურ ხარვეს, რამაც უკვე მოგვიანებით მისი სიმწიფის და მისი, ასე ვთქვათ, განვითარების გვიან ეტაპებზე უკვე იჩინა თავი და განაპირობა მისი ნელი დეგრადაცია და საბოლოო ჯამში კოლაფსი. საბჭოთა ეკონომიკის ძირითადი რესურსი ყოველთვის მიმართული იყო სამხედრო შეიარაღებისკენ. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ორიენტირი ომისთვის მზადებაზე იყო. ომის დასრულების შემდეგ განხორციელდა ისეთი გრანდიოზული პროექტი, როგორიცაა ატომური იარაღის შექმნა. საბჭოთა კავშირის ეკონომიკას არ ჰქონდა არაფერი, რის გამოც შეიძლება ყოფილიყო მდგრადი. 70-იანი წლებში, 80-იანების დასაწყისში მისი მდგრადობა ხელოვნურად იყო, ასე ვთქვათ, ილუზია იყო მდგრადობის იმის გამო, რომ ნავთობის ფასი იყო მაღალი და საბჭოთა კავშირს ჰქონდა დამატებითი შემოსავლები. შემდეგ ნავთობის ფასი დაეცა. ამან გამოიწვია ის, რომ საბჭოთა კავშირი, რომელიც იყო ასე ვთქვათ, ნეტო რეზერვების მქონე, აღმოჩნდა ნეტო კრედიტორი, მას ფულიანი კაცის მაგრამ აღმოჩნდა ვალებში ჩაფლული კაცი. საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის საგარეო ვალებმა მიაღწია 150 მილიარდ დოლარს და ეს დღევანდელი დოლარი არ არის, არის უფრო მნიშვნელოვანი დოლარი, დღევანდელ ფულში ალბათ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს რაღაც 9 ტრილიონი დოლარის ეკვივალენტი. მისი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ არ აწარმოებდა არავითარ პროდუქტს, ტრანკი და სამხედრო თვითმფრინავი და ქვემეხი არ არის პროდუქტი, რომელიც საზოგადოებას სჭირდება, ხო? და სამხედრო მიზნებში იყო, სამხედრო წარმოებაში მიდიოდა, როგორც ჩანს, დაახლოებით ანგარიშებით ახლა რესურსების 30%. ანუ ჩვენ ენაზე რო გადმოვიყავთ, მთლიანი შიდა პროდუქციის 30% იყო სამხედრო პროდუქცია. და ეს არის უზარმაზარი პროცენტი და ცხადი ასე თქვა, არ შეიძლება მდგრადი იყოს. საბჭოთა კავშირის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1965 წლის კოსიგინის რეფორმის პროექტი, სადაც შეინიშნებოდა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ელემენტები, მაგრამ რა თქმა უნდა რეჟიმმა იდეოლოგიის საწინააღმდეგო ეკონომიკური ცვლილება ვერ აიტანა. გორბაჩოვის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ დაიწყო ქვეყნის რეფორმირების პროცესი. გარდაქმნა საბჭოთა კავშირში რეალური სოციალიზმის მშენებლობისა და კრიტიკული აზროვნების ხანა უნდა შემოეტანა. სერიოდენი ლიბერალიზაციის შემთხვევაშიც კი
გაუთვალისწინებელი, ასე ვთქვათ, ხარისხით ვითარდებოდა და ძალით იფეთქა. ამ ყველაფერმა უკვე შექმნა ცოტა ქაოტური ვითარება, როდესაც ძალზე რთული იყო დაგეგმილი ღონისძიებების გატარება. ეგრეთ წოდებულმა პერესტროიკამ ვერ შეძლო ეკონომიკის გადარჩენა. პოლიტიკური რღვევის პარალელურად აქტიურად გრძელდებოდა საბჭოთა კავშირის ეკონომიკური რღვევაც. აუცილებელ პროდუქტებზე ფასები იმატებდა, დახლები ხშირ შემთხვევაში ცარიელი იყო. საბჭოთა კავშირის მოსახლეობის უკმაყოფილება დღითი დღე იზრდებოდა. ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა პროცესების შეჩერების რესურსი და საბოლოოდ საბჭოთა იმპერია დაიშალა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ეკონომიკაც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ქვეყანაში არ არსებობდა ეკონომიკური განვითარების კონკრეტული გეგმა. გაურკვეველი იყო, როგორ უნდა მომხდარიყო ცენტრალიზებული ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა. ჩამოყალიბდა ახალი სახელმწიფოები, რომელთაც ერქვა სახელმწიფოები, თუმცა სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები უბრალოდ არ გააჩნდათ. აი ასეთ რიცხვში აღმოჩნდა ჩვენი სამშობლო საქართველო, მთლიანად კავკასია და პრაქტიკულად მხოლოდ რუსეთი იყო სამართალმემკვიდრე საბჭოთა კავშირის, ანუ მას დარჩა სახელმწიფო ინსტიტუტებიც. ამან გამოიწვია ის, რომ ერთი მხრივ არც თეორია არსებობდა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის, მეორე მხრივ ერთმანეთში გადაიჯაჭვა ორი პრობლემა, კომუნისტური რეჟიმის მხრევის და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის აუცილებლობა, ამან კიდევ უფრო გაართულა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა. ახლა ის რომ თეორია არ არსებობდა, ცხოვრება ვერ დაელოდებოდა თეორიის შექმნას. ის რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა და საჭირო იყო ინსტიტუტების მშენებლობა, აქაც შეუძლებელი იყო ახლა ცალკე ინსტიტუტების შექმნილიყო და მერე დაწყებული იყო საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა. ამიტომ ნუ გაგვიკვირდება, რომ 90-იანი წლების დასაწყისში ძალიან ბევრ ქვეყანაში დაშვებული იქნა სერიოზული შეცდომები. აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში არსებული საწარმოები უფუნქციო დარჩა და შემოსავლის მიღება ვერ მოხერხდებოდა. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებმაც ცენტრალიზებული ეკონომიკიდან გადასვლა წარმატებით განახორციელეს, საქართველომ ეს ვერ შეძლო. საქართველოს შემთხვევაში ამას უფრო გამოკვეთილი ხასიათი ჰქონდა, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ჩვენი პირველადი პროდუქციაც არ არის კონკურენტუნარიანი, ანუ საქართველო იყო ამ თვალსაზრისით იყო ძირითადად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებელი მაშინ და აღმოჩნდა, რომ ეს პროდუქცია არ არის კონკურენტუნარიანი იმ ბაზარზე, სადაც აქამდე ვთქვით, ნაწილდებოდა, იყიდებოდა, ვერ ვიტყვით. მესამეა, რომ ცხადია, მაშინ იქნა დაშვებული უამრავი შეცდომა საქართველოს ხელისუფლების მიერ, ანუ მაგდენი ეკონომიკური შეცდომა ალბათ ერთდროულად არ დაუშვია ან არავის, ან ძალიან ცუდ ქვეყანას. ორ შემთხვევაში ეკონომიკის ვარდნის სიღრმით 90-იან წლებში საქართველო და ტაჯიკეთი არიან მსოფლიო ჩემპიონები. ქვეყნისათვის ყველაზე მძიმე ის იყო, რომ 1992-93 წლებში მთავრობას არ ჰქონდა დამტკიცებული ბიუჯეტი. მიმდინარეობდა ეკონომიკის ვარდნა და ინფლაცია. 94 წლის შემოქმედიდან დაიწყო სერიოზული რეფორმები. ეს იყო პურის ფასის განთავისუფლების პერიოდი, ეს იყო პურპროდუქტების სისტემის დაშლის და ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესი, აქ პრივატიზაცია იყო განსახორციელებელი და საბოლოო ჯამში მივახციათ რას, რომ 95 წელს უკვე თუ მანამდე 15 წლამდე თვეში იყო ინფლაცია 50-70%. 95 წელს წლიური ინფლაცია იყო 50%. აი ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. 95 წელს უკვე დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდა. მანამდე იყო მხოლოდ ვარდნა. არაფთავარია შემოღებული იქნა ლარი, რომელიც თავიდანვე იყო საკმაოდ მყარი ვალუტა და ის დღესაც ინარჩუნებს თავის სტაბილურობას. ეკონომიკური ტრანსფორმაცია თბილისში მიმდინარე კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წელი შესრულდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ატლანტიკური საბჭოსა და ევროპის სახლის ინიციატივით საერთაშორისო კონფერენცია 20 წელი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ისტორიული კონტექსტი და სტრატეგიული პერსპექტივები იმართება. კონფერენცია საბჭოთა წარსულის გააზრებასა და მომხდარი პროცესების ანალიზს ეძღვნება. და ჩვენ განვაგრძობთ გადაცემას და სტუდიაში უბრუნდებით ჩვენ სტუმრებთან ერთად წარმოგიდგენთ მათ ლაშა ბაქრაძე, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, სერგო რატიანი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის.
კლაშა მოდი დავიწყოთ პერესტროიკიდან ჩვენი საუბარი. საერთოდ ესმოდა თუ არა მაშინ საბჭოთა მოსახლეობას რა იყო ეს პერესტროიკა, ან ვინმეს თუ ესმოდა ქვეყანაში რისთვის კეთდებოდა ეს ყველაფერი, რა პროცესებთან ჰქონდა საქმე და რატომ ვერ დაიჭირა ამ პერესტროიკამ საბჭოთა კავშირი. ესმოდათ მე მგონი, იმიტომ ყველასათვის ხადი იყო, რომ თუ რაღაცა ძალიან სერიოზული რეფორმები არ მოხდება საბჭოთა კავშირში, ეს ქვეყანა ვერ გადარჩება. ამაზე იყო დიდი ხნის განმავლობაში საუბარი, მოგეხსენებათ, რომ ესეთი მთელი გერონტოკრატიას მოვესწარით, ეს იყო ბრეჟნევი, მერე იყო ჩერნენკო, მერე იყო ანდროპოვი, აი ეს მოხუცი ადამიანები ჩაჭდებულები იყვნენ კბილით ძველი მმართველობის სტილს და რასაკვირველია ხელისუფლებაც საბჭოთა კავშირისა მიხვდა, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია. და როდესაც გორბაჩოვი მოვიდა, მან გადაწყვიტა, რომ რაღაცა გარკვეული რეფორმები ჩაეტარებინა, მაგრამ უკვე იმდენად იყო ყველაფერი მომპალი საბჭოთა კავშირში, რომ რეფორმებმა მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა კავშირი დაშალა, რასაც დღესაც აბრალებენ ძველი კონსერვატორები და ნოსტალგიით ჩაპრობილები რუსეთის საბჭოური იმპერიისა, რომ გორბაჩოვმა თითქოს ეს რაღაცა გეგმაზომიერად დაშალა საბჭოთა კავშირში. ასაკვირველია, მას ეს არ უნდოდა, მაგრამ ხედავდა, რომ შეუძლებელია უკვე გაგრძელება ისეთივე პოლიტიკის და ისეთივე მდგომარეობის, როგორც მანამდე იყო. ეს იყო ძალიან რთული ეკონომიური მდგომარეობა, მოგეხსენებათ, რომ სრულიად დეფიციტი იყო ყველაფრისა უკვე საბჭოთა კავშირში. აშკარად ჩანდა, რომ ნელ-ნელა საბჭოთა კავშირის ნაციონალური მოძრაობები შეიძლება ჯერ კიდევ ძალიან დაფარულ მდგომარეობაში, მაგრამ მაინც დაშლიდნენ ამ ქვეყანას. კარიედენკოზმა, ფრანგმა ქართული წარმოშობის სხვათა შორის ისტორიკოსმა ჯერ კიდევ 80-იან წლების დასაწყისში დაწერა ეს იმპერია დაიშლებოდა სწორედ ეროვნული მოძრაობების გამო. რასაკვირველია, ეროვნული მოძრაობა არ იყო ერთადერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. მერე დავინახეთ რასაკვირველია პერესტროიკის პერიოდშიც. მაგრამ ძალიან სერიოზული იყო ეს ეკონომიკური პრობლემა, რომელიც საბჭოთა კავშირს ჰქონდა და უკმაყოფილება საზოგადოების იყო ძალიან დიდი. და გარდა ამისა იყო ესეთი მონოპოლი, ყველაფერი წყდებოდა მოსკოვში, ერთპარტიული სისტემა და ხალხს რასაკვირველია, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მათ არაფერი არ ენახათ, მიუხედავად ამისა ხვდებოდნენ, რომ ეს ასე არ შეიძლება გაგრძელდეს. გასაგებია, ბატონ სერგო, თქვენი აზრით, როდესაც საბჭოთა კავშირის ლიდერებმა გამოაცხადეს პერესტროიკა, ისინი მაშინ ათვე ხვდებოდნენ, რომ ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელი იყო? ეს რაღაც ფორმალურ ხასიათს ატარებდა თქვენი აზრით, მათ იცოდნენ, რომ საბჭოთა კავშირის მომავალი ამ ფორმით უკვე აღარ ექნებოდა და ვერანაირი პერესტროიკა მას ვერ უშველდა და თუ ამას თანდათან შემდეგ რამდენიმე წლის მერე მიხვდა? არა, ისინი ამას არ გეგმავდნენ, რასაც თავათაც აცხადებენ, უბრალოდ მათ არ შეეძლოთ იმ იმპერიის შენარჩუნება იმ პირობებში, როგორიც ის იმ დროს იყო. მოგეხსენებათ, რომ არის გამოკვლევები, რომლის თანახმადაც საბჭოთა ეკონომიკა ფაქტობრივად იდგა, ასე ვთქვათ, კოლაფსის წინაშე და ამის შეჩერება იყო შეუძლებელი. ერთადერთი რაც შექმნა საბჭოთა ეკონომიკამ ეს იყო ბანაკებში ადამიანების მუშაობა და ამ საფუძველზე იდგა. როგორც კი მოხდა შედარებით ამ ბანაკებისგან განთავისუფლება და შედარებით ეს ვთქვათ გადასვლა ახალ დროზე, ვერანაირი ეკონომიკა იმ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. მათ ჰქონდათ გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, გარდაქმნის, როდესაც გარდაქმნას იწყებდნენ მოდელი ჩინეთი, რომ თითქოს და შესაძლებელი იყო იმ რეჟიმის გარდაქმნა, მაგრამ ისინი ვერ ითვალისწინებდნენ, რომ ასე ვთქვათ, ციხის გარდაქმნა პრაქტიკულად შეუძლებელია შეინარჩუნოთ ციხე ღია კარებით. მათ მოინდომეს აი რაღაცა ესეთი აბსურდული რეფორმის გატარება, სადაც იარსებებდა, გააგრძელებდა არსებობას ციხე, მაგრამ მას შეიძლება ქონოდა, ასე ვთქვათ, ღია კარები და ეს ფაქტობრივად ეს რეფორმა იყო განწირული. მაგრამ არის ერთი, ბატონ სერგო, არის ერთი საკითხი. ბევრი წერს დღეს, რომ ასეთი სწრაფი კოლაფსი საბჭოთა კავშირის და ასეთი სწრაფი დაგრევა წარმოუდგენელი იყო მაშინ. და რატომ მოხდა ეს? ნუ თუ ამ დონეზე იყო ყველაფერი მოშლილი, რომ პერესტროიკიდან სულ რაღაც 5 წელიწადში საბჭოთა კავშირი პრაქტიკულად დაიშალა, 6 წელიწადში ოფიციალურად დაიშალა. ფაქტობრივად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გარკვეულწილად 70-იან წლებში კლასიკურად ტოტალიტარიზმი გადადრის უფრო ავტორიტარიზმში. ეს ნიშნავს იმას, რომ
ტოტალიტარიზმი არის კონტროლი როგორც სოციალური სფეროსი, ისე პრივატული სფეროსი და 70-იან წლებში პრივატული სფერო მაინც ასე თუ ისე გამონთავისუფლდა და აი შეიქმნა სივრცეები, სადაც სხვანაირი აზროვნება მაინც უკვე იყო დასაშვები. როგორც კი შეფერხდა და ასე ვთქვათ, თვითონ კონტროლი თავად სოციალურ სფეროზედაც ოდნავ მოეშვა, იფეთქა აი ამ ქვევითა, თქვათ, აი თავისუფლების მომზადებულმა, ასე ვთქვათ, სივრცემ და ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირი დაინგრა. განსაკუთრებით ბატონაშა, კი ბატონო, თქვით და შემდეგ. ჯერ კიდევ 60-იან წლების ბოლოს 68-ში თუ 79-ში ამალრიკი იყო ესეთი ძალიან ცნობილი საბჭოთა დისიდენტი, მან დაწერა წიგნი, რასაკვირველია ორველთან პარალელის გავლება შეიძლება აქა. იარსებებს თუ არა საბჭოთა კავშირი 1984 წლამდე. რომელშიც ის ამბობდა, რომ ვერ იარსებებს. მიაქცევთ ყურადღება 84 წელი, თითქოს არის წინასწარმეტყველო, 84 წელი არის 85 წელი მერე მოდის, ოდესაც გორბაჩოვი მოდის და ზუსტად ისე კი თითქმის თარიღებშიც კი დაემთხვა. იმიტომ რომ შეუძლებელი იყო უკვე სადღაც 68-69 წლის შემდეგ არ დანახვა, რომ მთელი ეს სოციალისტური ქვეყნების ერთობა არის სრულიად უსაფუძვლო, ის რომ საბჭოთა კავშირი ესე ვერ გადარჩება და ეს ნელ-ნელა, რასაკვირველია, რაღაცა ინფორმაციას იღებდა ხელისუფლებაც ამის თაობაზე, მათ არ უნდოდა დაიჭიროთ, რადგანაც ისინი რომ იტყუებდნენ თავს, აი მონაცემებით, რომელიც თითქოს და საბჭოთა ადამიანებს ატყუებდნენ, რომ ყველაფერი თითქოს კარგად არის, რაღაცა რიცხვების მიხედვით თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ვიღაცა, რასაკვირველია, პირველ რიგში ისეთი ორგანოები, როგორც იყო KGB, ხვდებოდნენ, რომ ასე კარგად ინფორმირებული ადამიანები ხვდებოდნენ, რომ ეს ქვეყანა ვერ იარსებოდა ასეთი. აი მაგალითად, ახლა ილიას უნივერსიტეტში ჩამოდის ბუკოვსკი, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი და ძალიან საინტერესო რუსი დისიდენტი, რომელიც ვისაც გვახსოვს საბჭოთა კავშირი ახსოვს, რომ ესეთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო საბჭოთა დისიდენტურ მოძრაობაში. მან თქვა ძალიან საინტერესო ისტორია მოყვა, რომ აი რაღაცა პატარ-პატარა დეტალები იყო ხოლმე, როდესაც ხვდებოდნენ, რომ რაღაცა ისე არ არის, როგორიც მათ მიერ ფალსიფიცირებული რიცხვები ამბობენ. როდესაც პოლონეთში აი სოლიდარნოსჩის მიერ, რომელიც იყო პირველი ძალიან სერიოზული დარტყმა, ალბათ, რომელსაც საბოლოო ჯამში მე საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი დიდი ქვაკუთხედი იყო საბჭოთა კავშირის დაშლისა, სოლიდარნოსჩის გამოსვლები, როდესაც იყო, მაშინ იერუზელსკიმ, რომელსაც მე ძალაუფლება ხელში ჩაეგდო პოლონეთში, უთხრა საბჭოთა კავშირს, რომ მე მოვახდენა სამხედრო პუჩს, ოღონდ დასაწყისისათვის ცოტათი დამეხმარეთ, იმიტომ რომ იქაც დეფიციტი იყო ყველაფრისა პოლონეთში, სოციალიზმისათვის დამახასიათებელია დეფიციტი და თქვა რომ რაღაცა გარკვეული რაოდენობით ათასობით ტონა ხორცი ჭირდება იმისათვის რომ გამოყაროს მაღაზიებში და პირველ დღეებში დაიმოყოფილოს საზოგადოების თუ ხალხის მოთხოვნები. და რა ჩვენს უკეთესად წავა ცხოვრება. და საბჭოთა კავშირმა ის რაღაცა მიზერული რაოდენობით ტონა, ყოველ პოლიტბიუროს ხტომაზე იყო მსჯელობა ამას დაკავშირებით. მიშოვეთ ეს, აღარ მახსოვს რამდენი ტონაზე ლაპარაკი, ხორცი თუ არა. და ვერ უზრუნველყო საბჭოთა კავშირი ესეც კი და მე იოზოვსკი ამის და მიუხედავად მაინც მოახდინა გადატრიალება. ანუ აი ესეთი პატარა რაღაცები იყო, სადაც ის მკვდარი ბრეჟნევის დროინდელი პოლიტბიუროს კი ხვდებოდა, რომ ისე დალხენილად და კარგად არ არის მდგომარეობა, როგორც მათ ეუბნათ. ანუ ხელისუფლება ძალიან მოწყვეტილი იყო უკვე დანარჩენი საზოგადოებისაგან, მან არ იცოდა სინამდვილეში რა ხდებოდა. ისინი არა მარტო საზოგადოებას ატყუებდნენ, არამედ თავსაც ატყუებდნენ. გასაგებია. ბატონ ლაშა, რა მინდა კითხოთ, ჩვენ გამოვყავით ორი საკითხი, ხო? აქ ერთი არის ეს ეკონომიკური ფაქტორი, რამაც საბჭოთა კავშირის დანგრევის რაც გახდა ერთ-ერთი მიზეზი და მეორე ეს ნაციონალური ეროვნული საკითხი, ხო? მე მინდა ვისაუბროთ დასავლეთის წვლილზე, რა გააკეთა დასავლეთმა განსაკუთრებით 80-იან წლებში, რომ საბჭოთა კავშირი ასეთ დანგრეული ასეთი ფორმით არა, ყოველ შემთხვევაში არ ვიცი მაშინ რა ფორმებს გულისხმობდნენ თვითონ, მაგრამ ფაქტია, რომ ამას ხელს უწყობდნენ, ხო? თავისთავად ცხადია. მაგალითად, დასავლეთმა განსაკუთრებით რეიგანის დროს დაიწყო პირდაპირი ბრძოლა იმისათვის, საბჭოთა კავშირი დაშლილიყო. რეიგანი აღმოჩნდა ის პრეზიდენტი, რომელმაც პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ რეიგანის ძალიან დიდი დამსახურება, რასაკვირველია, მარტო რეიგანი გარდა ამას ვერ გააკეთებდა, შიგნით რო პრობლემები არ ყოფილიყო, თორე უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეების ყოლია საბჭოთა კავშირს. რეიგანის დროს დაიწყო ეგრეთ წოდებული შეიარაღებისათვის რბოლა,
გონკავა оружიენი, როგორც რუსები მაშინ ამბობდნენ ხოლმე, რაც ჩაითრია პრინციპში ამერიკამ საბჭოთა კავშირი და უფრო მეტი ფულის გადახდა ჭირდებოდა ისედაც რესურსები, როდესაც ფინანსური რესურსები იმდენად არ ჰქონდა საბჭოთა კავშირს, ამაზე იყო გადართული. გარდა ამისა, ამავე პერიოდში მოხდა და ეს ითვლება ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად ამერიკის ხელშეწყობით ჩამოაგდეს ფასები ნავთზე. საუდის არაბეთმა მაშინ 80-იანი წლების შუაში განაცხადა, რომ აღარ შეიკავებს თავს, მაგალითად, მათ შეეძლო ბევრად უფრო მეტი ნავთობის წარმოება, ვიდრე ის აწარმოებდა და ამის გამო ხელოვნურად ინახავდნენ რაღაცა გარკვეულ დონეზე ფასებს ნავთობისას. და ნავთობი იყო რასაკვირველია მაშინაც, ისე როგორც დღეს არის რუსეთისათვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური შემოსავლის წყარო. და როდესაც საუდის არაბეთმა ეს დაიწყო, სხვა ქვეყნებსაც ეს გადაიოდო და მაგალითად დაახლოებით 6 ჯერ უფრო იაფი გახდა ნავთი, რამაც ფინანსურად ძალიან სერიოზული დიდი დარტყმა მიაყენა საბჭოთა კავშირს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო რასაკვირველია ავღანეთში ომი, რომელიც სრულიად დიდი კატასტროფით დამთავრდა საბჭოთა კავშირისათვის, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები პირველ რიგში ძალიან სერიოზულად ჩაერია და ამარაგებდა იარაღით საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მებრძოლებს ავღანეთში და ეს არანორმალურად ძვირი უჯდებოდა საბჭოთა კავშირის ეს ავღანეთში და უამრავი სხვა მსგავსი ფაქტორია, ისე როგორც როდესაც რეიგანი ბერლინში ჩავიდა ცნობილი სიტყვა თქვა რომ გააღეთ ეს კარი ბატონო პრეზიდენტ გორბაჩოვს რომ მიმართა. პირდაპირ მიმართა და საბოლოო ჯამში ეს ბერლინის კედლის დანგრევაც შეგვიძლია ჩვენ ჩავთვალოთ რომ ეროვნული პრობლემა იყო რასაკვირველია გერმანიისათვის რომ გერმანია იყო ორად გაყოფილი. მაგრამ რაღაცნაირად სიმბოლო გახდა ეს. და სიმბოლო გახდა რასაკვირველია უთოოდ, მაგრამ უნდა ვთქვათ რომ ბევრი სხვა ფაქტორები იყო კიდევ შიგნით საბჭოთა კავშირშიაც რასაკვირველია რომ შესახებაც ალბათ ვისაუბრებთ კიდევ. ბატონ სერგო, ლაშამ ძალიან კარგად აღწერა, ვთქვათ მიზეზები, უпростоრად დასავლეთის, ასე ვთქვათ, ზეწოლა და ფაქტორი ამ ყველაფერში. მაგრამ თავად დასავლეთი თუ აღმოჩნდა მზად, თუ იყო მზად საბჭოთა კავშირი, როდესაც დაინგრია, მას ჰქონდა თუ არა რაიმე სტრატეგია, როგორი უნდა ყოფილიყო მისი პოლიტიკა. და ჩვენ შემდეგ ვისაუბრებთ, ვთქვათ, მოკავშირე რესპუბლიკები, ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები რამდენად იყვნენ ამისთვის მზად. მოდი ჯერ დასავლეთზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დასავლეთის ფაქტორი, ლაშან მართლაც ძალიან სტრუქტურულად ჩამოაყალიბა, ესე ვთქვათ, მთელი აზრი დასავლეთის მნიშვნელობისა ამ ასე ვთქვათ მოძრაობაში და მე გამოვყოფდი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის რომ მოხდა ღირებულებითი განსაზღვრა იმისა თუ რა იყო საბჭოთა კავშირი. დასავლეთმა ყოველთვის იცოდა და ამაზე ბევრი იწერებოდა და ყოველთვის იყო მიმართება საბჭოთა კავშირის მიმართ როგორც ასე ვთქვათ ანტიჰუმანური ცივილიზაციის წინააღმდეგ არსებული რეჟიმისა, მაგრამ რეიგანმა, ტეტჩერმა, ალბათ კოლმაც ეს ღირებულები განსაკუთრებით რეიგანმა განსაზღვროს, რომ ეს არის ბოროტების იმპერია და სტატუსი საბჭოთა კავშირს თანდათანობით მიეცა როგორც ტოტალიტარული სახელმწიფოსი, როგორც ისეთივე ბოროტების, როგორც იყო ნაციზმი 40-იან წლებში. მაგრამ მათ იცოდნენ რა უნდა ყოფილიყო საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, როგორი უნდა ყოფილიყო მათი პოლიტიკა რუსეთისადმი. საერთოდ როგორც ჩანს და როგორც ბოლო როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა ბოლო მომენტში ჩანს, თქვათ ამერიკამ ბოლოს აღიარა საბჭოთა კავშირის ასე ვთქვათ დაშლა. მაშინ როდესაც ყველაზე დიდი წვლილი ამერიკამ შეიტანა. ჟეჟინსკი და სხვადასხვა პოლიტოლოგები იყვნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს რა ქვია, ეს იმპერია დაინგრევა და ამის შემდეგ მოხდება თქვა ნაციონალური სახელმწიფოების წარმოქმნა. ეს მომენტი არის, მაგრამ გარკვეულწილად მაინც შეგვიძლია თქვათ, რომ ეს იყო მოულოდნელი დასავლეთისთვისაც, იმიტომ რომ ერთი იყო ის მოძრაობა, რომელიც იწყება დასავლეთიდან, რომელიც არის ძალიან პრინციპული და ძალიან ბევრი, სხვათა შორის ძალიან საინტერესოა გავიხსენოთ, რომ ბევრი პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირი შეიძლებოდა რომ დაშლილიყო 1960-იან წლებშიც კი. მაშინაც მზად იყო, ასე ვთქვათ, მაშინაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო საბჭოთა კავშირი, მაგრამ დასავლეთი არ იყო იმდენად პრინციპული თავის
თავის ასე ვთქვათ სურვილებში იმისათვის რომ დაეშალა საბჭოთა კავშირი. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი იყო რომ ერთის მხრივ ფაქტორი იყო დასავლეთი და მათ ჰქონდათ პრინციპული წინააღმდეგობა გაუწიეს და მეორე იყო თქვათ შიგნით ეროვნული მოძნაურობა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ როდესაც მოხდა დეკლარაცია იმ ღირებულებებისა დასავლეთის მხრიდან თუ რისთვის მიმდინარეობდა ბრძოლა და ბრძოლა მიდიოდა არა საბჭოთა ხალხის წინააღმდეგ, არამედ საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში დასავლეთს ყავდა უკვე ასე ვთქვათ საბჭოთა მოსახლეობაც, რომელიც იყო ფაქტობრივად თანამონაწილეები ამ მოძრაობისა და ასე ვთქვათ ისინი იყვნენ ერთად. გასაგები. 1990 წელს მე ვიყავი შვეიცარიაში ვსწავლობდი და იქ დავდიოდი ხოლმე, რადგანაც მართალია მანამდეც ახლა განსაკუთრებული შეიძლება სიტუაცია ჰქონდა, ბევრს არ ჰქონდა საშუალება რომ წაიკითხა ხოლმე დისიდენტური ლიტერატურა, მაგრამ ჩემთან ოჯახში ასეთი დისიდენტური ლიტერატურა ჰქონდა ხოლმე და ვკითხულობდით, ზოგჯერ ერთი დღით, ერთი ღამით მოქონდათ ხოლმე და ეს კიდე ცალკე თემაა ძალიან საინტერესო. მაგრამ ამ დავდიოდი ხოლმე ამ შვეიცარიაში, ბერნში, დავდიოდი იყო ეგეთი აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტი, რომელშიც იყო უამრავი საუკეთესო ბიბლიოთეკა ჰქონდა, იქ ბევრი ადამიანი გავიცან, ესენი ძალიან ხშირად იყვნენ არა შვეიცარელები, არამედ აღმოსავლეთ ევროპიდან გამოქცეული დისიდენტები. ძალიან სიმპათიური ხალხი, ზოგი ძალიან ცნობილიც და გავიცან ეს ხალხი, მაშინ ასაკურველად ძალიან ნორჩი ვიყავი და თხოვეს რომ რაღაცა საქართველოს წამეკითხა მოხსენება ამ აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტში. წავიკითხე მოხსენება, რომელშიც თქვი 1990 წელია. რომ თქვი რომ საბჭოთა კავშირი დაიშლა, ფაქტობრივად დაშლილია და უკვე ცხადია რომ დაიშლება და აი ამ სრულიად ანტისაბჭოურად განწყობილმა ადამიანებმა გაიღიმეს რომ ეს რაღაც ახალგაზრდა კაცი ყვება რაღაცა სრულ სისულელს. როგორ შეიძლება საბჭოთა კავშირი დაიშალოს? ანუ მათთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იქნებოდა ის რაც ერთი წლის შემდეგ გაფორმდა. 90-იან წლებში ეს არ დაგენახა, იყო დაახლოებით სიბრმავის ტოლფასი ჩემის აზრით, მაგრამ იმდენად ვერ წარმოედგინათ რომ შეიძლება ასეთი რაღაცა უზარმაზარი კოლოსი ესე უცბად ჩამოინგრეს. ისიც ვერ წარმოედგინათ რომ მათ მითხრეს რომ არის მთელი სამყარო არის დამყარებული ამ ორ პოლუსზე, არის ახლა დასავლეთი, არის აღმოსავლეთი, ეს რო დაიშალოს, ნუ მთელი მსოფლიო ამის საშუალებას არ მისცემს საბჭოთა კავშირი დაიშალოს. და საბოლოო ჯამში მე ვიტყოდი რომ დასავლეთს უნდოდა რასაკვირველო ცვლილება მომხდარიყო საბჭოთა კავშირი, მართლაც როგორც ერგომ თქვა რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ამ იმპერიის დაშლა შეიძლება დიდად არ უნდა ეხა შეიძლება იყვნენ დასავლეთში ძალები რომელიც ბალტიისპირეთს ყოველთვის აღიარებენ როგორც ოკუპირებულ ტერიტორიას, მაგრამ საბოლოო ჯამში გარდა ბალტიის ქვეყნებისა ისე დიდად არ აინტერესებდა დანარჩენში რა მოხდებოდა. გასაგებია, მოდი შევეხოთ რახან ბალტია ვახსენეთ 90-იან წლებში იყო საუბარი ამაზე ეროვნული მოძრაობის დროს, რომ აი ბალტიის გზა და საბოლოოდ ნუ არ აღმოაჩნდა იმდენი მხარდამჭერი ამ ბალტიის გზას. მოდი ბატონ სერგო განმარტოთ რა განსხვავებაა თქვათ აი ამ ბალტიის სახელმწიფოებს შორის, რატომ აქვთ მათ უკეთესი მდგომარეობა ან რატომ ჰქონდათ უკეთესი სტარტი ვიდრე დანარჩენ სხვა რესპუბლიკას, რომლებიც ან კონფლიქტებში ჩაერთვნენ, ან დიდ ეკონომიკურ კრიზისებში და მოკლედ თვალნათლივ შეგვიძლია გავყოთ ერთ მხარეს ბალტიის სახელმწიფოები და მეორე მხარეს ყველა დანარჩენი მოკავშირე რესპუბლიკა. აქ არის რამოდენიმე ფაქტორი და მე ვიტყოდი რომ ყველა ეს ფაქტორი მაინც ობიექტური არის. პირველი არის ის, რომ როგორც ლაშამოკვე თქვა, თავად დასავლეთიც ბალტიის რესპუბლიკებს აღიქვავდა როგორც ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ევროპის ნაწილს და ისინი აღიქვავდნენ, რომ ეს სახელმწიფოები იყო ოკუპირებული. ანუ ამისი ცნობიერება ჰქონდათ დასავლეთში. მეორე არის და ეს ფაქტობრივად იყო ევროპის ნაწილი და სუფთა გეოპოლიტიკურათაც ისინი უფრო ახლოს იყვნენ ევროპასთან. თუმცა ისინი სხვა მხრივაც აღმოჩნდნენ. მეორე სხვა მხრივ ეს ნიშნავს, რომ მათ ჰქონდათ არა მარტო ტოლვა, ასე ვთქვათ, თავისუფლებისაკენ, არამედ მათ ჰქონდათ მეხსიერებაც, გამოცდილებაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობისა. და მათ ჰქონდათ უკვე სახელმწიფოებრივი გამოცდილება და სახელმწიფოებრივი გამოცდილება არა ვთქვათ საუკუნეთა მიღმა, არამედ თანამედროვე სახელმწიფოს გამოცდილება. მათ ჰქონდათ თანამედროვე სახელმწიფოს ფუნქციონერების მეხსიერება და ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი და მე ვერ ვილაპარაკებ იმაზე, რომ უბრალოდ იქ რაღაც ასე ვთქვათ განსაკუთრებული
განსაკუთრებული რაღაცა მოხდა ან რაღაც სუბიექტური მომენტზე ეს იყო სრულთა ობიექტური მდგომარეობა ის რომ ამ ხალხს ქონდა გამოცდილება სახელმწიფო. ანუ გადამწყვეტი მაინც ის იყო, რომ თქვა საქართველოს შემთხვევაში თუ კი ჩვენ გქონდა მე-20 საუკუნეში 3 წლიანი დამოუკიდებლობა, მათ 1940 წელს დაკარგეს დამოუკიდებლობა, ამდენი რამ განსაზღვრა. რასაკვირველია, წარმოიდგინეთ და რასაც ალბათ იტყვის ამაზე, რომ იმ 3 წელმა გააკეთა ის, რომ ფაქტობრივად ჩვენი, თქვათ, იგივე მეცნიერული ელიტა ამან იარსება მე-20 საუკუნის მთელი პირველი ნახევარი სანამ არ გაანადგურეს კომუნისტებმა და თქვათ ამაზე ამ 3 წელზე იდგა მე-20 ესე იგი საქართველოს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ამ 3 წელმა დიდი როლი ითამაშა. წარმოიდგინეთ რომ ბალტიისპირეთს ჰქონდა გაცილებით უფრო დიდი ისტორია სეკულარული თანამედროვე სახელმწიფოს არსებობისა და ამან ითამაშა გადამწყვეტი როლი. ამას რასაკვირველია ძალიან დიდი როლი, მაგრამ გარდა ამისა, ეტყობა ქართველები მაინც რადიკალიზმისაკენ ხშირად ვიხრებით ხოლმე და ჩვენით манипуლირება, მაგალითად იგივე რუსეთის მხრიდან უფრო ადვილი აღმოჩნდა ვიდრე ბალტიის ქვეყნებში, სადაც უფრო მეტად კარგად წარმოედგინათ და რაღაც დასახული სტრატეგია ჰქონდათ, რასაკვირველია, მართალია სერგო, რომ ამაში რაღაცა გამოცდილებაც არსებობს კიდევ, აი ამ დამოუკიდებლობისა, ბრძოლის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ჩვენ არ დაგვავიწყეთ, მაგალითად ახლა საქართველოს მართლაც იბრძოდა და ამის მრავალი მაგალითი არის საბჭოთა საქართველოს ისტორიაში. მაგალითად ადრინდელი 24 წლის აჯანყება და რაღაცები არ გავიხსენოთ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 78 წელში საქართველოში ენასთან დაკავშირებით გამოსვლა ეს იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით განუმეორებელი ამბავი, როდესაც რაღაცა დემონსტრაცია იყო, ანუ წინააღმდეგობა არ მოხდა ძალის გამოყენება და ფორმალურად მაინც მივახციეთ და ეს იყო გამარჯვებული ალბათ მთელი საბჭოთა კავშირის განმავლობაში შეიძლება თქვას ერთადერთი მანამდე ყოველ შემთხვევაში ერთადერთი მოვლენა იყო როდესაც შეგვიძლია ვთქვათ რომ ხალხმა გაიმარჯვა რაღაცა პროცესებზე მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყოთ მაგალითად ჩვენზე უფრო ადრე ჯერ ეს ერთი ის რომ საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლა ბალტიის ქვეყნებში ამ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ეს ერთი მაგრამ თუნდაც იგივე 70-იან წლებში 72 წელში ჩვენთან ნაკლებად საუბრობენ და იციან ამის შესახებ 72 წელში ძალიან სერიოზული გამოსვლები იყო მაგალითად კაუნასში მერე იყო კიდევ მსგავსი რაღაც გამოსვლები ეს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დამოუკიდებლობის მოთხოვნით არ იყო მაგრამ საპროტესტო გამოსვლები იყო იქ ახალგაზრდა ბიჭმა თავი მოიკლა თავი დაიწვა და შემდეგ ამის დაგრძალვა გადაიქცა ეროვნულ დემონსტრაციად კაუნასში და მსგავსი რაღაცები ყოველთვის ხდებოდა ხოლმე და უნდა ითქვას რომ აი ყველა ერმა რაღაცა გარკვეულწილად შიგნით საბჭოთა კავშირის შიგნითაც რაღაცა მეტნაკლებ დამოუკიდებლობა ესე იგი იბრძოლა მეტნაკლებად დამოუკიდებლობის რაღაცა თავისუფალი ადგილები მოიპოვა აი ვთქვათ ბალტიისპირეთში შეიძლება ითქვას რომ ცენზურა იმდენად მკაცრი არ იყო რამდენადაც შეიძლება სადღაც შუა აზიის რესპუბლიკებში სადაც აი რაღაცნაირად ბრმად თავიანთი ტრადიციონალიზმიდან გამომდინარე მიყვებოდნენ აი ამ რომელიც სულად არ ესიმპათიურებოდათ მათაც მაგალითად შუა აზიაში მთელი 20-იანი წლების განმავლობაში იყო ბასმაჩების მოძრაობა რომელიც სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა საბჭოთა ხელისუფლებას მაგრამ მეორე მხრივ აი ესეთი უფრო ტრადიციული საზოგადოებები უფრო შეიძლება შიგნით ყველაფერი სხვა ხდებოდა მაგრამ მაინც პირდაპირ არ ეწინააღმდეგებოდნენ საბჭოთა ხელისუფლებამ. აი ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აი ერთ-ერთი პირველი გამოსვლა პერესტროიკის დროს ესეთი რომელიც ასევე ძალით იქნა ჩახშობილი იყო ყაზახეთში, როდესაც მათი ყოფილი პირველი მდივანი გადააყენეს და შემდეგ უნდა მოეყვანათ რუსი პირველი მდივანი, რომელიც იყო კიდეც ამ პერესტროიკის განმავლობაში პირველი მდივანი ყაზახეთისა კოლბინი, სხვათა შორის საქართველოს საკმაოდ ცნობილი, რადგან კოლბინი იყო მეორე მდივანი საქართველოში, სწორედ მაგალითად იგივე 78 წელს როდესაც ეს დემონსტრაცია იყო ენის დასაცავად. ასე რომ მეტნაკლებად იმაზეც იყო დამოკიდებული, რამდენ თავისუფლების მოპოვება შეძლებდი შიგნით საბჭოთა. აი მაგალითად საქართველოშიაც თუ შევხედავთ ქართულ კინოს, ქართულ თეატრს, ჩვენ მეტი თავისუფლება მოვიპოვეთ. ამას სხვადასხვა მიზეზები აქვს, ამაზე შეიძლება სერიოზული დისკუსია გავმართოთ ერთხელ. უფრო მეტი თავისუფლება მოვიპოვეთ, ვიდრე თქვათ შეიძლება ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში. ხო, ეს ცალკე მართლა დიდი თემა. აი მე რა კონტექსტით მაინტერესებდა უფრო მეტად ეს საკითხი. ვთქვათ
ბალტიის სახელმწიფოებმა უფრო წარმატებით, უფრო სწრაფად და კარგად შეძლეს სახელმწიფო სტრუქტურების შექმნა. ხო, ეს ჩვენთან არ მოხდა. რატომ? ეს მიზეზები თქვა ბატონმა სერგომ 80-იანი წლების ბოლოს. თუ იყო ის მომენტი, რომ ისინი უკვე ფიქრობდნენ ამას, შეიძლება უფრო ადრე მიხვდნენ, რომ აი სახელმწიფოზე უნდა დაეწყოთ. გასაგურელია, არსებობდა ძალიან სერიოზული დიდი ემიგრაცია, ეს არ უნდა დაგვაუწყდეს კიდე ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, რომლებშიც ადამიანები მუშაობდნენ და ფიქრობდნენ, აი როგორი იქნებოდა ეს ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის დამოუკიდებლობა. ჩვენი ემიგრაცია იყო ძალიან სუსტი. და გარდა ამისა, აქ არის მართლაც ევროპელები არიან ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით, თუმცა შეუძლიათ შიგნით რაღაცა გარკვეული კონსენსის მოძებნა. ის ადამიანები ყველანი, მაგალითად, თუნდაც ისინიც კი, მაგალითად, ლიტვაში კომუნისტური პარტიის წევრები იყვნენ ძალიან ბევრი, რომლებსაც შეძლეს თქვათ და აი ამ დისიდენტურ თუ ანტისაბჭოთა მოძრაობასთან ჰქონდათ რაღაცა გარკვეული მიაღწიეს რაღაცა გარკვეული კონსენსი და ასე შემდეგ. საქართველოში ჩვენ ვიცით როგორ არის საზოგადოება დღესაც კი დაშლილი სხვადასხვა პატარა ჯგუფებად და როგორ ძნელია საქართველოში რომ ადამიანებმა ერთად ერთი საერთო მიზნისაკენ იმოძრაონ. და რაღაცა არსებობდეს მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკურად განსხვავებული შეიძლება იყოს ჩვენი ხედვები, მიუხედავად ამისა რომ ვიცოდეთ რომ მაგალითად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა ჩვენი საერთო ეროვნული საქმე არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი და შემდეგ უნდა ვიკიკლავოთ, მაგრამ მოგახსენებათ როგორი მდგომარეობა იყო 89-ში, რუსეთმა მართლაც მოახერხა საქართველოში ყველაზე რადიკალური ჯგუფების აქ პოპულარიზაცია საქართველოში, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია სამოქალაქო ომი, რომელიც საქართველოში ჰქონდა და რომელმაც გამოიწვია ის სრული კატასტროფა, რაც საქართველოში მოხდა 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც იყო აი სისხლისმღვრელი, ამაზრზენი ომები საქართველოში, რომელმაც საქართველოს ეკონომიკა გასწია წლებით უკან, რაც მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნებში არ მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი რასაკვირველი ამას იქაც ცდილობდა, იქ ყავდა ბევრად უფრო შეიძლება ითქვას ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც არის აი ეს რუსული უმცირესობები ბალტიისპირეთში, მაგრამ არ წამოეგნენ ბალტიელები აი ამ პროვოკაციებზე, მათ შეძლეს უფრო ადვილად მოეხდინათ კონსოლიდაციაცა და ამის ჩვენი საუბარი დასასრულისკენ მიდის, მაგრამ რამდენიმე საკითხს მაინც მინდა შევეხოთ. ბატონ სერგო, ერთი არის ის, რომ თქვათ 91 წლის დეკემბერში ოფიციალურად დაიშალა საბჭოთა კავშირი, მაგრამ რა ვითარება გვაქვს დღეს? საბჭოთა წარსული რამდენად ხშირად გვახსენებს თავს და დაძლეულია თუ არა საერთოდ ეს საბჭოთა წარსული? ნუ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ მართალია საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა 91 წელს, იყო ეროვნული მოძრაობა, რომელიც თქვათ, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ თქვათ, აი სამოქალაქო ომის მერე პრაქტიკულად ბრუნდება საბჭოთა ელიტა, რომელიც ყველა პოზიციაზე ინარჩუნებს სახელმწიფოებრიობათაც და ყველა პოზიციებზე ინარჩუნებს, ასე ვთქვათ, ინარჩუნებს ძალაუფლებას და მხოლოდ 2003 წლის შემდეგ იცვლება ელიტა, საბჭოთა ელიტა, რომელიც ფაქტობრივად 30 წლის განმავლობაში მართავს საქართველოს. ამის შემდეგ გარკვეულწილად იწყება სიახლე და მე ვიტყოდი ამის შემდეგ იწყება გამოსვლა საბჭოთა კავშირიდან. დღეს პრობლემა, რომელიც შეიძლება დავინახოთ, მრავალი პრობლემაა და პირველ რიგში არის ალბათ საბჭოთა ისტორიის გაუცნობიერება, არ გაცნობიერება და საბჭოთა ტრადიცია ჩვენში, რომელიც ვლინდება, როგორც ლაშამაცა თქვა, რომ ჩვენთან არ არის ჯერ კიდევ შეიმჩნევა ის ფაქტორები, როდესაც ნაციონალური ინტერესი არ არის ბოლომდე გაცნობიერებული, შეიმჩნევა, ასე ვთქვათ, ნოსტალგიები წარსულის მიმართ და ეს ნოსტალგია ფაქტობრივად არის გარკვეულწილად ინფანტილიზმი, ანუ იმ დროის კარგად გახსენება, როდესაც ადამიანს არ ქონდა ეს არის პასუხისგებლობის, ანუ ჩვენ ფაქტობრივად საბჭოთა კავშირში არ ქონდა პასუხისგებლობა სახელმწიფოზე. ეს იყო გარკვეულწილად რასაკვირველია, ეს იყო ძალიან მძიმე, მაგრამ ვიღაცებისთვის ეს იყო კომფორტული. და ეს კომფორტი გარკვეულწილად ნოსტალგია ამ კომფორტის მიმართ ხშირ შემთხვევაში ბრუნდება. ეს არის ალბათ თავარი
რაც დღეს შეიძლება იყოს პრობლემა თანამედროვე სახელმწიფოს. მესმის ბატონლაშა არის თუ არა მაინც და მაინც თქვათ ასაკთან დაკავშირებული ეს ყველა შეიძლება მე გამიგონია ძალიან ხშირად და მინახავს კიდე შეიძლება ახალგაზრდა ადამიანიც ზუსტად ისე აზროვნებდეს როგორც საბჭოთა კავშირის დროს თქვათ რომელიმე ნომენკლატურის წარმომადგენელი ხო აი რატომ სწავლობთ ამ საბჭოთა წარსულს და როდესაც სწავლობთ აი პირადად თქვენ იკვლევთ ხო ამ საკითხს რამდენად ხშირად არის ხოლმე რაღაც პარალელები ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე ესეთი გრძნობა დღესაც რომ სრულად არ არის დამოკიდებული ასაკზე აი მეც სერგოც სრულად შეგნებულად მოვესწარით საბჭოთა კავშირს და შეიძლება ვთქვათ რომ ჩვენ უფრო აცრილები ვართ ამ საბჭოთა და შეგნებულად მოვესწარით და შეიძლება შეგნებულადაც უპირისპირდებოდით ამ სისტემას და ამის გამო უფრო აცრილებიოთ ვიდრე ის თაობები რომელიც აი ესეთ მეტნაკლებად საბჭოურ გარემოში გამოიზარდა მიუხედავად იმისა რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა უკვე თუნდაც 20-21 წელი აი ვთქვათ ისეთივე ტიპის ჯიშით იგივე ტიპის კარიერისტები არიან როგორც მაგალითად საბჭოთა კომკავშირლები იყვნენ ხო ისეთივე საუბარია ისეთივე არათავისუფალი აზროვნება არის ძალიან ხშირად მახსენდება ხოლმე როდესაც უყურებ ხშირად დღევანდელ ახალგაზრდებსაც რომ მათში ძალიან ბევრი არის ჯერ კიდევ საბჭოური. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომაც ვცდილობთ თუნდაც იგივე ილიას უნივერსიტეტში რომ რაღაცა მეტი ყურადღება მივაპყროთ ამ საბჭოთა ისტორიის შესწავლას, საბჭოთა წარსულის შესწავლას, როგორც სოციოლოგიური თვალსაზრისით, ასევე ისტორიის თვალსაზრისით და ასე შემდეგ, რადგანაც თუ ჩვენ არ გავიაზრეთ ჩვენი უახლოესი წარსული, ამაზე ძალიან ხშირად ლაპარაკობ ხოლმე და ვიმეორებ ისევ, მე მგონია რომ აი ვერასოდეს ვერ დავშორდებით ამ რადგან არ არის სათანადოდ კარგად გააზრებული, ამიტომ ვერ წდება, ვთქვათ ის ახალგაზრდა თუნდაც რომელსაც არ უცხოვრია. გასაკვირველია, რა არის საბჭოური, რა არის, რა იყო საიდან იღებს ეს უნდა დავინახოთ, უნდა გავიაზროთ. ეს არის მტკივნეული პროცესი. სხვათა შორის და საქართველოში დღემდე მგონია რომ ესეთ მტკივნეულ თემებს გვერდსუვლიან ხოლმე და ურჩევნიათ რომ თქვათ მივაფუჩეჩოთ გვერდში. გვირჩევნია რასაკვირველია თამარისა და დავითის დროზე ვილაპარაკოთ, რადგანაც კარგი დრო იყო, ვიდრე ვილაპარაკოთ გვიან შუა საუკუნეებზე თუდაც, როდესაც არც თუ ისე კარგი დრო იყო. იგივეს შემიძლია ვთქვა საერთოდ ამ ისტორიის გაცნობიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი თუნდაც იგივე ის მოკლე დრო საქართველოს დამოუკიდებლობისა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ უკეთ ვიცოდეთ. მას შესახებად თითქმის არაფერი არ ვიცით. და ეს არის ძალიან სამარცხვინო მდგომარეობა, ეს ნიშნავს რომ ჩვენ არ აგვაქვს ჩვენი მეხსიერება. არის ინდივიდუალური ადამიანის მეხსიერება და არის რაღაცა ჯგუფის მეხსიერება. როდესაც ეს მეხსიერება არ არსებობს, ეს იმას ნიშნავს რომ რაღაცა ძალიან სერიოზული რაც ხვდის ადამიანად ის გვაქვს. გასაგებია, ძალიან ბევრი საკითხია, მე გულიმწყდება რომ ჩვენი დრო ამოიწურა სამწუხაროდ. ძალიან ბევრი საკითხია, რომელზეც შეიძლება დაუსრულებლად ვილაპარაკოთ, მაგრამ ამოიწურა ჩვენი დრო. ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. ლაშა ბაქრაძე და სერგო რატიანი იყვნენ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები. მე ამით გემშვიდობებით შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს საღამოს 9 საათზე პირველ არხზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.